ჯერ მადურო დააკავეს, მერე ვასიკო მაღლაფერიძეს აგინეს აქციის მონაწილეებმა, მეც რაღაც ორი კვირაა კისერი მაქვს აშიშებული, ძალიან ცუდი წელი გვაქვს ულვაშიანებს. ლუკაშენკოს ადგილზე მაგარი ფსკრად ვიქნებოდი. რომ დაუბრუნდეთ მადუროს, ტიპი მოიტაცეს 3 საათში ჩაიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ 3 საათში ტიპმა 3 ტრანსპორტი გამოიცვალა. ანუ ვერტფრენდ მიიყვანეს სანაპიროდან, სანაპიროდან გადასვეს გემზე, გემიდან მერე გადაიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და გადასვეს მინივენში და მიიყვანეს სასამართლოში. 3 საათში დიღმიდან ვერ გახვალ ვარკეთილში. შეუძლებელი სამსახური რო ქონდეს მაგალითად ვარკეთილში და დიღომში ცხოვრობდნენ პირიქით, 3 საათში ვერ გახვალ ამერიკელებმა ვენესუელიდან ჩაიყვანეს ტიპი ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ირკვევა, მადუროს პროცესზე მისულ მადუროს ხარდამჭერებს სასამართლოს მანდატურის უფროსმა სულ ლესბიანკები და კოკაინშიკები ეძახა და რამდენიმესთან ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოუწია. იქაც ეგრე ყოფილა. არ ჯერა? ძალიან არ გადაამოწვა. მადუროს სასამართლო პროცესზე ვერ შევიდა ასევე ნანუკა ქაჯაიაც, იმიტომ კი არა რომ 5 ადგილზე ერთდროულად ყოფნა არ შეუძლია, უბრალოდ მოსამართლემ დახურა ამერიკაშიც პროცესი. სენსიტიური მნიშვნელოვანი პროცესი ყოფილა და მაგით ვერ შევიდა ნანუკაც. თორე იქ იყო. თან დანისიხესთან იყო მაგდროს და ბათუმშიც რაღაც რეპორტაჟს აკეთებდა. დაგვიწევთ კომენტარი მხოლოდ ისეთმა ადამიანებმა, ვინც თან ღარიბაშვილის ფანები ხართ, თან ქართული ოცნების და მთელი იანვარია ვერ გაიგეთ რა ქნათ.